კახეთში რთველი დასასრულს უახლოვდება. 15 ოქტომბრის მონაცემებით რეგიონში 292.000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. 151.000 ტონა რქა წითელი, 123.000 საფერავი, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის ქარხნებს მოსავალი 19.000-მდე მევენახემ ჩააბარა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჭარბ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად იბარებს. საფერავის ჯიშის ყურძენს ლარი და 50 თეთრად, სხვა საღვინე ჯიშებს ლარი და 20 თეთრად, არაკონდიციურ და დაზიანებულ დაავადებულ ყურძენს 1 ლარად. კახეთში რთველმა გადაიარა პიკური პერიოდი, ამ ეტაპისთვის დღე-ღამეში დაახლოებით 7-8 ტონა ბარდება, 290.000 გასცდა ყურძნის გადამუშავება. უკვე შეიძლება ითქვას, რომ კახეთის მასშტაბით არის რეკორდული მოსავალი და სავარაუდოდ ის იქნება 300.000 ტონის ფარგლებში.